გამარჯობა, როგორ ხარ? მე ვარ დოქტორი ალექსანდრე მოტა, ფიზიოთერაპევტი, ოსტეოპათი და ციფრული წიგნის ტკივილის გარეშე ზუგის საიდუმლოებები ავტორი. და დღეს მე გასწავლი ორ ძალიან პრაქტიკულ ვარჯიშს, რომლებიც დაგეხმარება შეამციროთ სვეთა, დისკომფორტი და ტკივილი მუხლის თაშში. მოგესალმები, მშვიდობით მუხლის ტკივილო მეორე ნაწილში. დაბრუნება. მაგრამ მანამდე არ დაგავიწყდეს დაალაიქე ეს ვიდეო თუ Facebook-ზე მიყურებ, ან მოიწონე ეს ვიდეო თუ YouTube-ზე მიყურებ. არ დაგავიწყდეს, მე კიდევ სხვა ვიდეოს ნახვა მოგინდება, კიდევ სხვა ვიდეოს და ბოლოს დაგავიწყდება. მონიშნი ეხლავე რომ არ დაგავიწყდეს, კარგი? ნუ გადადებ ხვალისთვის. ბოლო ვიდეოში გითხარი ძალიან კარგი ვარჯიშის შესახებ, რომელიც ეხმარება ფეხიზულების, ბარზატის და წვივის სწორად განლაგებაში. ამით კი ამცირებს პატელაზე ზეწოლას და ხელს უწყობს მისი წვეთის შემცირებას, ანუ კონდრომალაცია პატელარის დროს. და დღეს ორ ვარჯიშს გასწავი, რომელიც დაგეხმარება პატელას მოძრაობის მექანიკის გაუმჯობესებაში, ანუ პატელას სრიალის გაუმჯობესებაში და ხტილის კვების გაუმჯობესებაში. და უბრალოდ შეგახსენებ, რომ ხტილი არის სტრუქტურა, რომელიც იცავს ჩვენი სახსრების უმეტესობას. ის გარდა იმისა, რომ იცავს, მოძრაობაშიც გვეხმარება, ანუ ხელს უწყობს ცულებსა და სახსრის სტრუქტურებს შორის სრიალს და გარდა ამისა ხტილს არ აქვს ნერვული დაბოლოებები, ანუ თქვენ ხტილს ვერ გძნობთ, ამიტომ ის შეიძლება ზიანდებოდეს, ცუდებოდეს, იშლებოდეს და თქვენ ამას ვერ გძნობთ. როცა უკვე იწყებთ დისკომფორტის, ტკივილის შეგრძნებას, ეს ნიშნავს, რომ ცვეთა უკვე ხტილს გასცდა და უკვე ძვალზეა მისული. ასე რომ ეს უკვე სიგნალია. თუ უკვე გზნობთ მცირე კრეპიტაციებს, უფრო ძლიერ კრეპიტაციებს, მუხლის სახსაში ქვიშის შეგრძნებას, ნუ დაელოდებით. მოიძიეთ ფიზიოთერაპევტი, ექიმი, დაიწყეთ ამ ვარჯიშების გაკეთება, რომ შეაჩეროთ ეს პროცესი, რომ შეანელოთ ეს სვეთა. და გარდა ამისა, ხტილს ასევე არ აქვს სისხლს ზარღვები. მერე თქვენ გითხავთ, ალექსანდრე, როგორ შეიძლება? თუ ხტილი სისხლს არ იღებს, საიდან იღებს ის? საიდან იღებს ამ საკვებ ნივთიერებებს? როგორ ინარჩუნებს ხტილი სიცოცხლეს? და მე გიპასუხებ. ჩვენი სახსრების უმეტესობაში სახსრის შიგნით არის სითხე, რომელსაც სინოვიალური სითხე ეწოდება. და სწორედ ამ სინოვიალური სითხიდან იღებს ხტილი საკვებ ნივთიერებებს. მაგრამ ამისთვის მას კარგი მოძრაობა სჭირდება. შეგიძლიათ ხტილი თუნდაც ღრუბელს შეადაროთ. როცა ჭურჭელს რეცხავთ და გინდათ ღრუბლიდან სარეცხი საშუალება ამოიღოთ, უნდა მოათავშოთ ღრუბელი წყლის ქვეშ და რამდენჯერმე დააწვეთ და გაუშვოთ. ანუ დააჭიროთ და გაუშვოთ ღრუბელი. ასე წყალი ღრუბელში ცირკულირებს და მთლიანად აშორებს სარეცხ საშუალებას. იგივე ხდება ხტილთანაც. სწორი მოძრაობა ხტილს აძლევს შეკუმშვისა და განტვირთვის საშუალებას. ასე სითხე ხტილში ცირკულირებს და ის იღებს საჭირო საკვებ ნივთიერებებს. როცა არსებობს არასწორი განლაგება ან ცუდი მექანიკა, ხტილზე ზედმეტი შეკუმშვა ხდება. ეს არ აძლევს მას საშუალებას მიიღოს საჭირო საკვები ნივთიერებები. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, რომელიც ხელს უწყობს ხტილის ცვეთას. და რა არის კარგი მოძრაობა პატელისთვის? მუხლის თებში ასრულებს ზევით და ქვევით მოძრაობას. ზევით მიდის, როცა მუხლს ასწორებ და ქვევით ჩამოდის, როცა მუხლს ხრივ. გარდა ამისა, მუხლის თებში მოძრაობს ერთგვარ რელსებზე. ბარზატის ძვალს აქვს ორი სტრუქტურა. კონდილები, რომლებიც ერთ მხარეს და მეორე მხარეს მდებარეობს, და მუხლის თებში სწორედ ამ კონდილს შორის სრიალებს. ჟამთელ მუხლში, მუხლის თებში ცენტრალურად მდებარეობს სახსაში. ამიტომ ის არ იჩხლიტება. მას არც შიგნით და არც გარეთ წასვლის ძლიერი ტენდენცია არ აქვს. კიდევ ერთხელ, მუხლის თებში არის სამკუთხა ძვალი, რომელიც მუხლის წინა მხარეს მდებარეობს. აქ ისევ მოვინიშნავ, რომ ნახო. უმეტეს ადამიანებში მუხლის თებში პატარაა. უბრალოდ მე მაქვს დიდი თებში აქ, რაც კარგია, რადგან უკეთ ჩანს. და პირველ ვარჯიშში ჩვენ ვიმუშავებთ მუხლის თებშის გვერდით და შიგნით სრიალს. ამისთვის ფეხს კაშილს და მოდუნებულს დატოვებთ, შეგიძლიათ ფეხი იატაკზე დააკენოთ, როგორც მე ვაკეთებ აქ, ან დაატენოთ სხვა სკამზე, რომელიმე ტაბურეტზე, ან მაგიდაზე. ეს მნიშვნელოვანია, რომ გავაუმჯობესოთ სრიალი, გავაუმჯობესოთ ხტილის კვება, როგორც რელსის ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარესაც. გამოიყენებ ხელის ჭერას, რომელსაც მე ვეძახი იხვის ნისკარტს, ეს არის აქ, მუხლის თასმის გარეთ მხარეს, ამ კუთხით, აქ მუხლისთვის თასმაზე და დაეხმარებით მუხლის თასმას შიგნით გადაადგილებაში. მაგრამ ყურადღება ადამიანების უმეტესობა, პროფესიონალების უმეტესობაც, უბრალოდ ასრულებს შიგნით მოძრაობას და ეს არ ეხმარება. ეს არ უთხოვს ხელს მუხლის თასმის ძვალსა და მის არხს შორის მოცურებას.
ამიტომ იდეალურია, რომ იმუშაოთ უბიძგოთ მუხლის თასმას, ხენი შეუწყოთ მოძრაობას არხის მიმართულებით და არხის მიმართულება სწორედ ეს არის. თქვენ არ უნდა უბიძგოთ მუხლის თასმას მხოლოდ შიგნით, თქვენ უბიძგებთ შიგნით და უკან. ამით ეხმარებით მუხლის თასმას მოცურებაში. აუნჯობესებთ მუხლის თასმის ხტილის მოცურებას და აუნჯობესებთ მუხლის თასმის ხტილის კვებას. გახსოვდეთ, ეს არ არის მხოლოდ შიგნით, არამედ შიგნით და უკან, თითქოს დიაგონალზე მოძრაობთ. გვერდითი მოცურების გასაუმჯობესებლად პირიქით უნდა იმოქმედოთ. შიგნითა მხარეს, შიგნითა კუთხეში. იმ კუთხეში, რომელიც შიგნით არის მიმართული და ასევე უბიძგებთ რელსის მიმართულებით. დაიმახსოვრეთ. ეს არ არის მხოლოდ გარეთ, ეს არის დიაგონალზე, გარეთ და უკან. ასე. საუკეთესოა თუ ორივე მიმართულებით იმუშავებთ. უზრუნველყოფთ როგორც მედიურ, ასევე ლატერალურ სრიალს. უბრალოდ ფიზიოლოგიურად პატელას უკვე აქვს ლატერალიზაციისკენ მიდრეკილება, ანუ გარეთ. საუკეთესოა თუ ვიმუშავებთ და მეტ ინტენსივობას მივცემთ მოძრაობას მედიურ სრიალში, პატელას შიგნით ვწევთ. ერთი რამ, რაც მე პირადად მიყვარს გავაკეთო და ურჩევ ჩემს პაციენტებს, არის ის, რომ ეს მედიური სრიალი სხვადასხვა მოხრის კუთხეში განახორციელოს. როცა ფეხი სრულად გაწვდილია, ადვილია ამ მოძრაობის დანახვა და შესრულება. ამიტომ რასაც გირჩევთ არის ის, რომ ოდნავ მოხაროთ და სცადოთ მოძრაობის შესრულება. კიდევ ოდნავ მოხაროთ და ისევ სცადოთ მოძრაობის შესრულება. როგორც კი მუხს უფრო მეტად ხრით, მოძრაობა უფრო რთული ხდება. შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ ჭერის ფორმა და დაიჭიროთ ცერიით და ასე სცადოთ მოძრაობის შესრულება. ან უბრალოდ ხელით. უბრალოდ გარედან აკეთებთ კაუჩს და შიგნით კაჩავთ. ამ გზით თქვენ იმუშავებთ რელსის სხვადასხვა მონაკვეთზე. მეორე ვარჯიში ჩვენ ვიმუშავებთ პატელას ქვედა სრიალზე, ანუ ხელს შეუწყობთ ქვემოთ მოძრაობას, ქვემოთ წასვლას და ვეხმარებით მუხლის ქვეშა ძვალს ამ მოძრაობაში ქვემოთ წასვლისას. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადამიანების უმეტესობას, ვისაც აქვს კონდრომალაცია პატელარი, ასევე აქვს პოზიციური გადახრა, რომელიც ცნობილია როგორც მაღალი მუხლის ქვეშა ძვალი, რაც ჩემს შემთხვევაშიც ასეა. ჩემი მუხლის ქვეშა ძვალი, გარდა იმისა, რომ ოდნავ დიდი ზომისაა, აქ უფრო ქვემოთ უნდა იყოს. იმდენად, რომ როცა მუხლს ვხრი, ის ისევ მაღლა რჩება, მაშინ როცა უფრო ქვემოთ უნდა ჩამოვიდეს. ამიტომ ყველა ეს ვარჯიში, რომელსაც გაძლევ, ის ვარჯიშებია, რომლებსაც ჩემს პაციენტებს ურჩევ და თავადაც ვაკეთებ. ასე რომ გააკეთე ეს ვარჯიშები და ის ვარჯიშები, რასაც გირჩევ. ვიცი, რომ ძალიან კარგად მუშაობს. და დავუბრუნდეთ მეორე ვარჯიშს, რომელიც მუშაობს მუხლის ქვეშა ძვლის ქვედა სრიალზე. შენს ფეხს გაშლილს და მოდუნებულს დაიჯერ. და აიღებ მუხლის ჩიქის ზედა ნაწილს. ცერებით აიღებ და საჩვენებელი თითებით მუხლის ჩიქის წვერთან ახლოს დაიჯერ. მოძრაობას გააკეთებ მხოლოდ ცერებით, რომლებიც მუხლის ქვეშა ძვალს ქვემოთ დააწვევიან. ხოლო საჩვენებელი თითები მოძრაობის მიმართულების გასაკონტროლებლად დაგეხმარება. რათა დარწმუნდა, რომ მუხლის ქვეშა ძვალი ცენტრალურად ქვემოთ მოძრაობს და არ გადადის გვერდით ან შიგნით. ვარჯიში ზუსტად ასეთია. დააწვევი მუხლის ქვეშა ძვალს ქვემოთ და დააბრუნებ საწყის მდგომარეობაში. დააწვევი ქვემოთ და დააბრუნებ. დააწვევი ქვემოთ, დააბრუნებ. დააწვევი ქვემოთ, ქვემოთ, დააბრუნებ. და ბოლო ვარჯიში, რომელიც შეგიძლია გააკეთო მუხლის ქვეშა ძვლის ქვედა სრიალის გასავარჯიშებლად, არის სკამის დახმარებით. სკამზე დაადებ საპირისპირო ხელს, ან თუ მარცხენა მუხზე მუშაობ, მარჯვენა ხელი სკამზე უნდა დაიდოს, ხელის გულს, თენარისა და ჰიპოთენარის არეს, მუხლის ქვეშა ძვლის ზემოთ, თითის მიდამოში დაადებ. ხელს მუხლის ქვეშა ძვლის ზემოთ დაადებ, შემდეგ მუხლის ქვეშა ძვალს ქვემოთ დააწვევი ისე, რომ ტკივილი არ გამოიწვიო. შემდეგ ნელა და მაქსიმალურად მოდუნებულ მდგომარეობაში მოხრი მუხლს. ეხლა გამახსენდა რამდენიმე კითხვა, რომელიც წინა ვიდეოსთან დაკავშირებით გაჩნდა. პირველ რიგში არ არსებობს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა გამეორებების, ან დღეში რამდენჯერ უნდა გააკეთოთ ეს ვარჯიშები. სახსრის მობილიზაციის ვარჯიში უნდა გააკეთოთ ყოველთვის, როცა იგრძნოთ, რომ საჭიროა სახსრის გამბლოკვა. მე ამას ურჩევ ჩემს პაციენტებს, რადგან ეს არის გზა, რომ მათ ხელახლა დაუკავშირდნენ საკუთარ სხეულს და დაიწყონ მისი მოსმენა.
ამაზე უფრო დეტალურად ვიდეოს გადავიღებ, მაგრამ საინტერესოა ის, რომ ადამიანების უმეტესობა და ეს ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა, ვერ ახერხებს გაჩერდეს და მოусმინოს საკუთარ სხეულს. იცის, რომ ტკივილი აქვს, მაგრამ არ იცის რა ამსუგუქებს, არ იცის რა აუარესებს, არ იცის რომელი პოზიცია უკეთესი, არ იცის რა სიტყობს სხეული და ბევრი ადამიანი არსებობს, ვისაც ძალიან უჭირს მოусმინოს და ხელახლა დაუკავშირდეს საკუთარ სხეულს. და იმ ადამიანებისთვის, ვისაც უფრო მეტად უჭირს სხეულთან ხელახლა დაკავშირება, ვისაც უჭირს ამ შეგრძნებების, ჩაკეტვის შეგრძნების, მუხლის მოძრაობის, საჭიროების აღქმა, მე გირჩევთ მინიმალურ დოზას, რაც არის ამ ვარჯიშის ყოველდღე შესრულება. 30 წამიდან 1 წუთამდე. მეორე კითხვა არის, ნორმალურია თუ არა ტკივილის ან ჩხაკუნის შეგრძნება ვარჯიშის დროს? ჩხაკუნი თუ ტკივილს არ იწვევს, ძალიან გავრცელებულია განსაკუთრებით მაშინ, როცა იწყებთ სახსრების მობილიზაციის ვარჯიშებს. და ეს ჩხაკუნი როგორც წესი დროთა განმავლობაში მცირდება და ქრება. ის ცუდი მექანიკის შედეგია. როდესაც აუნჯობესებთ მექანიკას და სახსრის სრიალს, ეს ჩხაკუნები მცირდება. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იგრძნოთ ტკივილი ვარჯიშის დროს. თუ ვარჯიშობთ და ტკივილს გრძნობთ, სცადეთ ვარჯიში ნაკლებ ამპლიტუდაზე შეასრულოთ. დააკელით ძალა, სცადეთ ოდნავ განსხვავებული მოჭერა, ზოგჯერ მცირე ცვლილება მოჭერაში დიდ განსხვავებას ქმნის. გაძლევთ საშუალებას, რომ არ იგრძნოთ დისკომფორტი და ტკივილი ვარჯიშის დროს. და ბოლო კითხვა. უნდა იმუშაოთ მხოლოდ იმ ფეხზე, სადაც დისკომფორტს ან ტკივილს გრძნობთ. თუ ორივე ფეხზე. საუკეთესოა ყოველთვის ორივე მხარეს იმუშაოთ, ორივე ფეხზე იმუშაოთ. რადგან even თუ მხოლოდ მარჯვენა მუხში გრძნობთ ტკივილს, მაგალითად მარცხენა მუხი კომპენსაციას ილებს. ეს ხდება ქვეცნობიერ დონეზეც კი, როცა ტკივილს, დისკომფორტს ან რაიმე დისფუნქციას გრძნობთ სხეულის რომელიმე ნაწილში, რომელიმე სახსარში, გაუცნობიერებლად ცდილობთ იმ არეს დაინდოთ და საბოლოოდ უფრო მეტად აჭერთ მეორე მხარეს. არ არის იშვიათი, როცა ადამიანი ამბობს, მტკიოდა მუხლი და ტკივილი გადავიდა მეორეზე, ან მტკიოდა იდაყვი და ტკივილი გადავიდა მეორეზე. ეს ხდება კომპენსაციის გამო. ამიტომ, თუ შენ სხეულში გაქვს დისფუნქცია, მაგალითად მუხში, იდეალურია რომ იმუშაო მეორეზე, რათა თავიდან აიცილო მისი კომპენსაცია და ის არ გადაიდვირთოს. დიდი ალბათობით მომავალში დისფუნქცია ექნება. და დადგა დრო, რომ გაუზიაროთ. მოდი გავავრცელოთ ეს ვიდეოები, ეს რჩევები, რომ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დავეხმაროთ. აჩვენე ეს ვიდეო შენს ოჯახს, მეგობრებს, გააზიარე შენ სოციალურ ქსელებში, აქ Facebook-ზე, აქ YouTube-ზე, WhatsApp-ში, Twitter-ზე. და მე მაქვს შენთვის ერთი ბოლო კითხვა. მინდა ვიცოდე, რა სისულები ნახო შემდეგ ვიდეოებში. დატოვე აქ ქვემოთ კომენტარებში რაიმე კითხვა, რაიმე ეჭვი, რაიმე შემოთავაზება იმ თემაზე, რომელიც გინდა ნახო, რაც დაკავშირებულია ცხოვრების ხარისხთან. როგორ ფიქრობ, რა გაკლია შენ, რომ უკეთესი ცხოვრების ხალისხი გქონდეს? არ დაგავიცნოს კომენტარებში დაწერა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე, როგორ შემიძლია უკეთ დაგეხმარო. აქ შევჩერდები, დიდი მოკითხვა და შეხვედრამდე შემდეგ ვიდეოში. მაგრამ სანამ ვიდეოს დავიწყებ, არ დაგავიწყდეს მოწონების დაჯერა, თუ Facebook-ზე მიყურებ, ან დალაიქე აქ, თუ YouTube-ზე მიყურებ. იგივენაირად არის ხრტილიც. Hey, Zavlo. ბარძაკის ჯოას ორი სტრუქტურა აქვს. ბარძაკის თulis კონდილები, დღეში რამდენჯერ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს ვარჯიში, მოძრაობა, მუშაობა. ყველაფერი წავით.